ჩუქნიშნები და ახლა უკვე ჭკვიანი მრიცხველებით საქართველოში ჭკვიანი მრიცხველების დაყენება იგეგმება, რას გულისხმობს ჭკვიანი ჩუქნიშნები, ვისი ადგენა მიღებული ინფორმაცია და რა მასშტაბის არის პროექტი ამ კითხვებზე პასუხისთვის ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის უფროს დავით შარიქაძეს მასპინძლობ საქმიან დილაში მე მივესალმებ ბატონ დავით დილამშვიდობის. საინტერესო დამაინტრიგებელი სათაურია პრინციპში ჭკვიანი მრიცხველი. რატომ არის ჭკვიანი? დას გულისხმობს ჭკვიანი, მისი ჭკვიანი რაში მდგომარეობს? მოგესალმებით. სიტყვა ჭკვიანი გახდა დეფიციტები დაგვეყვანა რომელსაც აქვს ძალიან მრავალი ფუნქცია. ანუ მრავალფუნქციონალური მოწყობილობა არის, რომელსაც შეუძლია დროის სხვადასხვა მომენტში უბრალოდ ინფორმაცია მოხმარებული ენერგიის, სიმძლავრის გადასახადის, სურვილის და მოხდრის. კი. ამოწურვა ინფორმაცია. კი. ეს არის აქტუალური სპეციალური პროგრამებით, რომელთაც უკვე შეიძლება იხმარებოს მოხმარებელს. ევროპული მაგალითია ეს? რა თქმა უნდა. მოხმარებელი, ანუ რა ინფორმაციას აძლევს? მრავალ ინფორმაციას მე ხა ჩამოთვალე კიდე ერთხელ გავიმეორებ. ეს არის დროის ნებისმიერ მომენტში მიიღოთ ინფორმაცია თუ რა სიმძლავრეს იღებ იმ მომენტში. რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეთ. გავაკონტროლოთ ამასობაში რა თქმა უნდა. და გავაკონტროლებთ ამასობაში. რა თქმა უნდა. ჯერ ინფორმაცია და ინფორმაციით უნდა ვაკონტროლოთ ყველაფერი ეს ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ამავდროულად შეგვიძლია გავაკონტროლოთ ელექტროენერგიის ხარისხი. მაგალითად დაგვიზიანდა რაღაც მოწყობილობა და უცბად გვაინტერესებს რა მოხდა. ეს არის ხარისხი ელექტროენერგიის ბრალი თუ დაუშვათ სხვა წუნი თვითონ ტექნიკის. შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია, როგორი იყო იმ მომენტში ძაბვის მაჩვენებელი და სხვა მაჩვენებლები კიდევ ელექტროენერგიის ხარისხთან დაკავშირებით. მაგრამ ძვირადღირებული ფუფუნებაა ეს ბატონ დავით. პირველადი შეფასებებით, მოდით მე უფრო სწორიდან დავიწყებ. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. სამართლებრივი ვაჭრობის სუბიექტები უკვე აღჭურვილი არიან ესეთი მოწყობილობებით. გენერაციის ობიექტები უკვე აღჭურვილი არიან ესეთი ობიექტის მოწყობილობებით. ჩვენ საუბარი გვაქვს მოსახლეობასთან დაკავშირებით. საომხმარებლო საყოფაცხოვრება დავარქვათ, დაბალ ძალბაზას არის 120-220 ვოლტის მოხმარებლები. მარეგულირებელ კომისიამ სულ ხანს მიიღო მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელთაც გარკვეული ვალდებულებები აქვს სადისტრიბუციო კომპანიას საშუალო და მაღალი ძაბვის მოხმარებლებთან მიმართებაში. იქ გარკვეულწილად ავალდებულებს უკვე ასეთი ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟებას. რაც შეეხება ვალდებულებაა უკვე ბატონო. კი. ეს არის საშუალო და მაღალი ძაბვის მოხმარებლებისათვის. ყველაზე მთავარი თემაა ისევ და ისევ საყოფაცხოვრებო მოხმარებლების თემა. აქ ჯერ ესეთი გადაწყვეტილება რომ კიდევ თუ არა ვიწყებთ არ არის. უბრალოდ მომავლისთვის ვეზადებით, აუცილებელია მოგზაურობს და გადავიდეთ ჩვენს ევროპულ ცხოვრების აირზე. ხო, და უკვე ნაბიჯების გადადგმას დავიწყეთ ამ მიმართულებით. ხო, რამდენი ძვირადღირებულია საინტერესოა ეს პირველი შეფასებები 100-120 მილიონის ფარგლებში შეიძლება დაიზრდეს ეს. თქვენ ახსენეთ თუ რაღაც გაფუჭდა გადავამოწმოთ რა ხელა იყო ძაბვა ამ დროისათვის. ანუ ის გარდა იმ მომენტისა, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულ დროს, მეხსიერებითაც არის აღჭურვილი. და დრავადიანი მეხსიერება. მას შეუძლია პროგრამით ჩვენზე მეტი მეხსიერება გქონდეს. აი ხა ვიდეოში კადრებში უყურებთ, რომ შესაძლებელია smartphone-თან სინქრონიზება. ინტერფეისით იქნება რა თქმა უნდა გავშერეთ და შეგეძლებათ ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ადგილიდან მიიღოთ ინფორმაცია. დარეკოთ სახში შუქი ჩართული. რიცხველით რატომ არის ჩართული შუქი? დიახ. ძალიან ბევრი საქმეში დაგვეხმარება პრინციპში სასარგებლო. ყოველდღიურად ჭკვიანი მრიცხველი. ამას ხრივ ენერგიის დაზოგვის მიზნით თუ არის ეს სწორედ დათვლილი მოხმარებული ენერგია ამ მოწყობილობაში თქვათ რაღაცა სისტემით განაწილებული, რომელმაც შეისწავლა დამატებითი ინფორმაცია მოგცეს. უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ ამ პროგრამების გამოყენებით თქვენ თვითონ აკონტროლოთ თქვენივე მოხმარება და ამის დამხედვით დაზოგოთ თქვენივე ბიუჯეტი. როდის იგეგმება გამრიცხველიანება? რამდენ ხნიანი პერსპექტივაა, რამდენ ხანში, როდის იქნება ყველა ქართულ ოჯახში ჭკვიანი? ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა. რამდენი შორეული? ვფიქრობთ
ბევრ ნიუანსებზეა დამოკიდებული. ვფიქრობთ ალბათ 5 შეიძლება ცოტა მეტი. 5-7 წლიანი პერსპექტივაა. როცა მოხდება 100%-იანი გამრიცხველიანება? ჩვენთან გამრიცხველება არის 100%-იანი. მე ესე ვთქვა, უბრალოდ ჩვენი მრიცხველების ჩვენი მრიცხველებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ვფიქრობთ ალბათ 5 წელი შეიძლება მეტიც დაჭირდეს. დამოკიდებულია ბევრ რაღაც ნიუანსებზე. ეტაპობრივად იგეგმება თუ უბრალოდ მოსამზადებელი ეტაპობრივი ეთბაშად რა თქმა უნდა ჩვენი მრიცხველები მილიონ 200 მეტი მოხმარებელია და უცბად ეთბაშად ამის მონტაჟიც არ იქნება. აკონტროლებთ თქვენ. 100 მილიონზე იყო საუბარი. საიდან ფიქრობთ რომ ეს თანხა შეიძლება იყოს მოძებნილი? სახელმწიფომ გაიღოს, კერძო კომპანიების მხრიდან იყოს რაღაც დამატებით შემოსავალი ფონდებიდან, ანუ რა მიმართულებით მიდის თქვენი მუშაობა? პირველ რიგში ეს იქნება ვალდებულება სადისტრიბუციო კომპანიების. თელასის, ევროპროჯოგიას, სადისტრიბუციო კომპანიების შემთხვევით მომხმარებლებს ხო არ მიუბრუნდებიან მათ თემაზე? ანუ თქვენ კიდე ვთქვათ რომ მომხმარებლებს მე არ მინდა მე მხოლოდ კითხავს სოჯები. არა რა თქმა უნდა არა. ეს იქნება ვალდებულება როგორც დასავლეთში ისე უბრალოდ ეს მე აისახება ტარიფში. 5-7 წლიანი პერსპექტივა. რამდენი პროცენტიანი ასახვა იქნება? ამას ვერ გეტყვით, ამას კონკრეტული პარამეტრები და გამოგარდა სადისტრიბუციო კომპანია, მაგრამ ტარიფით გადაიხდის. მარეგულირებელი კომისია ქვეყანაში საწმეკი, რომელიც აი ამ საკითხებს მომზადებს. ეტაპობრივად დააბალანსებს იმ ხარჯებს, რომელიც იქნება მოსავალებელი. მოხმარებლების და რა თქმა უნდა, მე იმედი მაქვს, რომ სხვა ალტერნატივებსაც ნახავს, მაგალითად ან სამინისტრო, რომელიც პოლიტიკის განსაზღვრელად რჩება, ბატონ დავით და თქვენ ამ დეპარტამენტს წარმოადგენთ შესაბამისად, რომ შესაძლებელია სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებას და მოზიდვას ამ მიმართულებით. თუმცა ჯამში ბუნებრივია საკმაოდ სერიოზული თანხაა, რომელიც $100 მილიონ ხდება. $100 მილიონ, აი ყველაზე ოპტიმისტური განგარიშებით, რომ ვთქვათ, რომ 4 მილიონი ვარ 5 წელში მოსახლეობა, თითო ადამიანი 25 მილიონს გადაიხდის რეალურად. 25 მილიონს. ანუ 100 მილიონი 4 მილიონზე 4 არა, აბსოლუტურად სხვა კალკულაცია იქნება. რეალურად 7 წლიან პერსპექტივაში, მას შემდეგ რაც ჯერ დამტკიცდება საერთოდ ეს პროგრამა, იქნება მთლიანად, როგორ ვთქვათ, გაცხრილული შესაძლებლობები ამ 100-120 მილიონის დაფინანსების. მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობა გამოიყენებს სხვა რესურსსაც, გულისხმობ მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების რესურსი პლუს გრანტები, იმიტომ რომ ამ თემაზე ძალიან ბევრი გრანტი ელემენტია მსოფლიოში. ვარე შემთხვევაში 7 წელიწადში სემეკი აუცილებლად შეიტანს ამას ტარიფში, იმის გამო რომ ენერგოპროს თელას, კახეთის სადისტრიბუციო კომპანიას, ვინც არიან დისტრიბუტორები, ექნებათ ვალდებულება რომ დაახლოებით კოეფიციენტი ავიღო, რა შეიძლება იყოს ამ ტარიფში შეტანილი. სანამ არ გეცოდინება რა დაждდება პროექტი. ჩვენ კიდევ მოვიტყვით რომ კიდევ თუ არა 5 ან 7. ეს არის სავარაუდო, შეიძლება ამაში ნაკლები ასე ვთქვათ. შეიძლება უფრო სწრაფადაც მოხდეს. შეიძლება სწრაფად. ჭკვიანების დეფიციტია ბატონ დავით და მით უმეტეს ჭკვიანი მრიცხველებიც გჭირდება. გჭირდება ნამდვილად. დავით ჩარიქაძე, ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკული დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტუმრობდა საქმიან დილას, ძალიან საინტერესო და დეფიციტური თემით, სიჭკვიანესთან და ჭკვიან მრიცხველებთან დაკავშირებით. საინტერესო პერსპექტივაა, მით უმეტეს რომ ეს პერსპექტივა ჩვენ ყველას გჭირდება. ეხლა კალენდრის დრო არის საქმიან დილის ეთერში, რომელიც ტრადიციულად ნინო ონგურაშვილმა მოამზადა და ჩვენ მალე დაგიბრუნდებით, თუ მანამდე კიდევ არის რუნმა ჩვენ ტექნიკურმა თუ საეთერო ჯგუფმა რეკლამაზე და შემოსავლებზე ტევ პირველზე.